მოგესალმებით, ეს აგროსიახლეებია და როგორც ყოველთვის მე ჟურნალისტი ბელა გელაშვილი აგროსიახლეების გუნდთან ერთად რა თქმა უნდა, გიყვებით ყველაფერს, რაც ეხება აგროს და გარემოს. ვსაუბრობთ აგრარულ ტენდენციებზეც და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზეც, რაც ჯამში სოფლების და რეგიონების განვითარების წინაპირობაა. რა თქმა უნდა, აქტუალობიდან გამომდინარე ფოკუსში ვტოვებთ კლიმატგონივრულ რეპორტინგსაც. გაზაფხულის პირველი თვე მარტი ქალთა თვეა. განსაკუთრებით თვის პირველი ნახევარი დატვირთულია ქალთა დღესასწაულებით. 3 მარტს დედის დღეს, 8 მარტს ქალთა დღეს აღნიშნავთ და ამ დროს ბუნებრივად იზრდება ინტერესი ყვავილებზე. ითვლება, რომ ქალბატონებისთვის ყვავილები ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და პოპულარული საჩუქარია. გარდა ამისა, მარტი აგრარული დანიშნულებითაც ძალიან აქტიური თვეა, იწყება საგაზაფხულო სამუშაოები ეზოებსა და ბაღებში. ამიტომ დავინტერესდით, რა ხდება ყვავილების ადგილობრივ წარმოებაში. რა საფასო კატეგორიაში მუშაობენ ადგილობრივი მეყვავილეები და არის თუ არა მათთვის გამოწვევა კლიმატის ცვლილება, რომელმაც პრობლემის გარეშე თითქმის არც ერთი აგროსფერო დატოვა. როგორ მოქმედებს მკაცრი კლიმატი და ზოგადად გლობალური დათბობა ყვავილებზე, ჩვენს ეზოებში და მცენარეულ საფარზე ეკოსისტემებში. დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ. სანამ მეყვავილეობის ბიზნეს მაჩვენებლებს და გამოწვევებს გავაანალიზებთ, დავიწყოთ მთავარი პრობლემით, რაც გახლავთ კლიმატის ცვლილება, რომელიც სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა დროს ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს ყველა სფეროში და რა გასაკვირია, რომ ის მეყვავილეებსაც ახალ-ახალ გამოწვევებს უჩენს. შეცვლილი კლიმატი პრობლემას ძირითადად ღია გრუნტის ყვავილებს უქმნის. როგორც მებაღე გვეუბნება, სახეზეა სეზონებისა და მცენარეთა ყვავილობის წანაცვლება, რამაც მებაღის სამუშაო დღის წესრიგი არაპროგნოზირებადი გახადა. ჩნდება ახალ-ახალი დაავადებებიც, რომლის გამკლავება სულ უფრო რთული ხდება და მებაღისგან დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს. ცალკე პრობლემაა ზამთრისთვის უჩვეულო სითბო, რომელსაც საგაზაფხულო წაყინვები ებმის ხოლმე, რაც მცენარეთა საფარისთვის მომაკვდინებელი სტრესია. კლიმატის შეცვლილი არის, იმიტომ რომ უკვე ყოფილა შემთხვევა თუნდაც წელსაც აშენაც, რომ თუნდაც დიდთოვლობა იყო მარტშიც ყოფილა და აპრილშიც კი მოუთოვია თუნდაც, მაგრამ ეს იმისთვის არის ცუდი მცენარეებისთვის, თუ უკვე გაყვავილებულია მცენარე, მე ამიტომ ყვავილებს არ გულისხმობ ხეხილსაც. თუნდაც აი ტყემალი როცა გაყვავილებულია და უკვე მაგას ან ყინვა მოუწევს ან თოვლი, რა თქმა უნდა ეს უკვე მისთვის სავალალოა იმ წელს, იმიტომ რომ ის ნაყოფს არ მოგცეს შეუძლებელია და ასეთი მცენარეები კი ასე ვთქვათ ზარალდები მაგ შემთხვევაში, მაგრამ როგორ თქვა ეხა ნახეთ ძალიან შეცვლილია, თუმცა როდესაც უკვე დიდი ზამთარია და ზამთარი კიდევ გრძელდება და არ იგრძნობა გაზაფხული, მცენარეც როგორ არის ისე ეგუება, რომ შედარებით გვიან იწყებს გაგვიძებას. იმიტომ რომ ის ვეღარ გებლობს, მაგრამ თუ მაგალითად ზამთარში, აი თქვა თებერვლის ბოლოს იყო ისეთი გაზაფხულივი ცითბოები, ის მცენარეს შეცდომაში შეყავს და მცენარე უკვე გაგვიძებას იწყებს და გაგვიძებული მცენარის მოყინვა უკვე არის სავალალო და ცუდი მდგომარეობა, იმიტომ რომ და ეს ეგრეთ წოდებული საგაზაფხულო წაყინვები, ვანო ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში თითქმის ყოველ წელს გვაქვს, მიდასტურებ ამას? ვადასტურებ, რადგან ბოლო წლებს კი იყო ესე შაშანაც კი იყო მსგავსი რამ ჩვენთან, მაგრამ მთელ საქართველოზე ესე ვერ ვიტყვი. ყველგან არ არის, რა თქმა უნდა, მსგავსი რამ. ესეც ეხლა თქვა დღესაც ხდება გურიაში და აჭარაში, მსგავსი რამ ძალიან ბევრმა თქვა კიდეც, რომ მსგავსი მარც მომხდარა. თუნდაც გურიაში მყავს ახლობლები, რომლებმაც მსგავსი ამ მასშტაბური თოვლი და ყინვები არც უნახავთ საერთოდ. და მით უმეტეს ამ პერიოდში უკვე გაზაფხულია, უკვე მარტია, დღეს უკვე 6 მარტია და კიდევ არის თოვლი და სიცივეები და ეს ძალიან ცუდი, რა თქმა უნდა, მაგ და არა მარტო მცენარეებისთვის, უკვე ეს კი იცით, მეწყერსაშიში ადგილებისთვის ძალიან ცუდია. დასავლეთ საქართველოში წელს თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა, რაც ადამიანების უსაფრთხოებასთან ერთად დღის წესრიგში აყენებს ცხოველების და მცენარეების სიცოცხლის რისკსაც კი. ვიხილეთ ცხოველთა გაყინვის არაერთი შემთხვევა, ეს მასალა გავრცელდა სოციალურ ქსელში საკმაოდ უხვად, გაფუჭდა ნარგავები და მცენარეული საფარი ღია გრუნტში, ეზოებში. მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, უჩვეულოდ უხმა ნალექმა დიდთოვლობამ, რომელიც ფაქტობრივად სტიქიად გვექცა, დასტრესა ადამიანებიც და აგროგარემოც. როგორ უნდა ემზადებოდეს მებაღე ზამთრისთვის, რომ მცენარეებმა დიდთოვლობისა და ყინვისას ნაკლები სტრესი მიიღონ? მოვისმინოთ რჩევები. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია მით უმეტეს ისეთ ადგილას, სადაც თითოეულობა ნაკლებად ხდება. მაგრამ ჩვენთან იმერეთში ზოგადად თითოეულობისთვის მზად როცა ვართ, აუცილებლად მცენარეებს, ანუ ფუთავთ
ისე რომ არ დაზიანდეს, რადგან თოვლი როგორც იცით ძალიან მძიმეა, ასევე შეუულია მცენარეების გადატეხვა, ყინვებიც არის მერე მოსალოდნელი და ანუ ეს სტრესიც არის ერთგვარი და ასევე მცენარეს აზიანებს და დეფორმაციასაც აძლევს და ამიტომ აუცილებელია შემოდგომით მცენარეები, ანუ შევფუთოთ, რომელიც თუნდაც აი ყინვას ვერ უძლებენ მცენარეები შევფუთოთ არის სპეციალური ასე თქვა შესაფუთი მასალა, რითაც შეიძლება მცენარე შეიფუთოს და გაუძროს ყინვას, ასევე შეგიძლიათ უფრო მეტად მინდა ურჩიო იმათ, რომელიც მარადმწვანე მცენარეებია, თუნდაც ნაძვები ან კამელიები, აი პრესის თოკითაც კი შეგიძლიათ უბრალოდ შემოუჭიროთ, რომ შედარებით უფრო მყარად იდგეს და თონა არ დააზიანოს. აი ეს ერთი რამ შეიძლება გაითვალისწინოთ. სხვანაირად უბრალოდ ეხა ვერაფერს ვეღარ ვიზავთ. ეს არის უფრო მარტივი გადასალახი სტრესისთვის და მცენარის დეფორმაციისთვის, რომ მცენარემ დეფორმაცია არ მიიღოს და არ გადაგუწყდეს ტოტები. კლიმატის ცვლილება ანუ გააჩნია როდის იქნება, თუნდაც ეხა მაგალითად მარტისთვის რომ მოთოს საშინელება, რადგან უკვე მცენარეები იღვიძებენ მიწის ქვემოთაც, რასაც ანუ გულისხმობ, იღვიძებენ და ძალიან ცუდია მაგისთვის, რადგან უკვე გაღვიძებული მცენარის ან ყინვა მოხდეს ამ თოვლი, ის უკვე მაგისთვის სტრესიც არის და არა მარტო სტრესი შეიძლება მცენარე გაანადგუროს საერთოდ. მაგას უკვე ჩვენ ასე ვთქვათ ვერ განსაზღვრავთ, იმიტომ რომ მსგავსი რაღაცები იშვიათად ხდება, მაგრამ არის ეს რისკიც. თუმცა ზამთარში როგორც თქვი, ნებისმიერ დროს, როდესაც ყინვა გამძლეა მცენარე, ნიადაგის ქვემოთაც მიწა უკვე შეიძლება თბილია და მაგას ვერ დააძენებს ვერანაირად. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ კლიმატური პირობებისადმი ნაკლებად პრეტენზიული, კლიმატისადმი გამძლე და ძლიერი იმუნიტეტის მქონე ყვავილები და არსებობენ შედარებით სუსტებიც. ამიტომ ყვავილებს კლიმატის და ნიადაგის საგანგებოდ შერჩევა სჭირდებათ. მნიშვნელობა აქვს მცენარეთა განლაგებასაც და იმასაც, რის გვერდით ვახარებთ. თქვათ აი ავიღოთ მოდი კამელია, ალბათ ყველა მიცის ხევარდია, რომელიც დასავლეთში კარგად ხარობს, აი აღმოსავლეთში და უჭირს და ამასაც გააჩინა, როდესაც მცენარეს ყიდულობ, მე ყველას ვუხსნი. ანუ ეს რა ტემპერატურას უძლებს, თქვათ სინათლე, აი არ უყვარს მზე, მაგალითად მაგას დასავლეთში შეიძლება აიტანოს იქის მზე, რადგან იქის ნიადაგს კარგად ეგუება და ჩვენსკენ აუჭირს ძალიან და ფოთოლს უიწვავს. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერ მცენარეზე ყოველთვის ვეუბნები, რომ აი რა რის გვერდზე უნდა დაირგას, რომ უფრო ერთმანეთს ასე ვთქვათ არ დააზიანონ და პირიქით უკეთესიც იყოს. ასევე განლაგებას რა თქმა უნდა მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ თავისთავად ეს სილამაზეც არის და უკეთესიც არის, რადგან შეიძლება გაზაფხულზე კამელია ყვავის, ზაფხულზე ის ვთქვათ ყვავის მირონის ცხე და ამის მიხედვითაც ანაწილებს ხალხი უმეტესობა რა როგორ და რის გვერდით უნდა დაირგოს. კლიმატის ცვლილების კონტექსტში ჩვენ დავინტერესდით, თუ არსებობს გარემოს დაცვითი სტანდარტები ყვავილების ადგილობრივ წარმოებაში. აღმოჩნდა, რომ აქაც უკონტროლობაა და მებაღეები ინდივიდუალური გადაწყვეტილებით იყენებენ ქიმიკატებს მცენარეების მოსავლელად. ხო, აი ნახეთ, მეც რა თქმა უნდა მივესალმები იმას, რომ მცენარეს მოვლა შედარებით უფრო დაცულად იქნება, თქვათ მაგალითად, ასე ვთქვათ, ბიოსასუქებით არ ვთვლი, რომ ქიმიკატები აუცილებელია, მაგრამ არის შემთხვევა კი რა თქმა უნდა, როდესაც მცენარე უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რომ აი განადგურების პირას არის და ვერ დაეხმარება ვთქვათ მაგას აი ესეთი ასე ვთქვათ მე მაგათად უყენებ ხშირად და ბევრმა ეცის ჩემმა მომხმარებლებმა რომ არის ასევე ბანანის ნაყინი, არის დროჟის ნაყინი, ბევრნაირი რაღაც საშუალება არის, ითაც შეგიძლიათ მცენარე მეც მივესალმები მცენარეების მოვლას მხოლოდ ბიოსასუქის მეშვეობით, მაგრამ არის რა თქმა უნდა შემთხვევები, როდესაც მცენარეს უკვე ისე უჭირს, რომ ქიმიკატების გამოყენებაც ასე ვთქვათ აუცილებელია, მაგრამ აი მცენარე ამ მდგომარეობამდე ჩვენ მიყვარს რა თქმა უნდა და ჯობია თავიდანვე ვიყოთ ამისთვის მზად. ნიადაგი უნდა იყოს ასე ვთქვათ ვიტამინებით გაჯერებული ნიადაგში, ამ გულისხმობ ასე ვთქვათ სოფლის ნიადაგი, ბოსტნის ნიადაგი, ასევე შემიძლია ვთქვათ ნაკელით დამწვარი ნაკელი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ეს ნიადაგი უფრო მეტად აუცილებელია ეზოს მცენარეებისთვის და ოთახის რამდენიმე მცენარისთვის, მაგრამ არის რაღაც ისეთი მცენარეები, რომლებიც არის თქვათ გამოყვანილი ჯიშები, რომელიც ისეთ სათბურებშია გამოყვანილი, ვიტამინებით არის გაზრდილი. და მისი უკვე შეძენის შემთხვევაში უჭირს მცენარეს განვითარება თუ ვიტამინი დააკდა, ხვდებით? წყალი ზოგადად პირველი მტერია ნებისმიერ მცენარეისთვის, მით უმეტეს ოთახის მცენარეებისთვის და მარადმწვანე მცენარეებისთვის. და უმეტესი შეკითხვა ჩემს Facebook გვერდზე შემოდის ამით. და იწყება რომ მცენარის რაღაც დაესია, მავნებლებს აჩენს პირველ რიგში ნესტი და ნიადაგში უბრალოდ ზემოდან მშრალი, ყველა ნიადაგი შეიძლება იყოს, მაგრამ დაბლა რა ხდება იქ ყვარიც
ამიტომ აუცილებელია წყლის გამოყენება პირველ რიგში. წყალი ასე ვთქვათ მტერიც არის მცენარისთვის, რადგან ხშირ შემთხვევაში ბევრს ვეუბნები, რომ წყალი რო დააკლო მცენარეს, შეიძლება არაფერი მოვიდეს, უბრალოდ ოდნავ სტრესი მიიღოს და აი ესე ვთქვათ მიგახვედებს მცენარე რომ წყალი აკლია, მაგრამ როდესაც ზედოზირებული წყალი მოგივა, იმ მცენარეს უკვე გადარჩენა არის, ასე ვთქვათ 10% შანსი გადაარჩინოთ და პირობებში ისეთი ნაყენები თქვათ ბანანის ნაყენი არის ძალიან კარგი მცენარეისთვის, ზდაშიც ეხმარება, არის მარტივი დასამზადებელი ბანანისკანი, არ გადააგდოთ უბრალოდ ბანანისკანი და ჩადეთ წყალში 24 საათი გააჩერეთ და ის მოასხით ნებისმიერ მცენარეს. ასევე შეგიძლიათ თვითონ ბანანი გაახმოთ, დაფშვნათ, დააბლენდეროთ და ისიც მოვაყაროთ. ასევე კვერცხის ნაჭუჭები არის ძალიან კაი კალცი მცენარისთვის. აი შეგიძლიათ დაფშვნათ და მოვაყაროთ, ყავის ნალექი, აი ძალიან ბევრი საშუალება შეგიძლიათ სახლის პირობებში მცენარის მარტივად მოვაყაროთ, რომ არ დაჭირდეს არაფერი და ეს ჩემო ბევრმა მომხმარებელმა იცის და ჩემ პირად გვერდზე ყოველთვის ვცდილობ, რომ მსგავს საშუალებებით დავეხმარო და ჩემი რაც ვიცი, ჩემი პირად გამოცდილებიდან ეს ინფორმაცია ყველას გავუზიარო. გირჩევთ უბრალოდ ეს ქიმიური რაღაცეები, რაც არ იცით მით უმეტეს როგორ უნდა გამოიყენოთ, თან მით უმეტეს ყველა მცენარეზე არის არ შეიძლება არანაირად. მოგზაური მებაღის საინტერესო ანალიზს რა ხდება ყვავილების ადგილობრივ წარმოებაში სუფთა ბიზნესური თვალსაზრისით მოგვიანებით გავაგრძელებ. მანამდე მინდა გავაგრძელო კლიმატის ცვლილების გავლენაზე საუბარი და კიდევ უფრო ფართო კუთხით დაგანახოთ ეს პრობლემა. ამისთვის გადაცემაში მოვიწვია ეკოლოგი, კვლევარი ხატია ბასილაშვილი, რომელთან ერთადაც მცენარეული საფარის როგორც ეკოსისტემის ნაწილის გასაჭირს დაგანახებთ შეცვლილ კლიმატურ პირობებში. მადლობა ხატია გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი ხატია დაეთმო ზოგადად ყვავილების ადგილობრივ წარმოებას, რა მდგომარეობაა, კლიმატის ცვლილების კომპონენტის ჭრილშიც შევეცადეთ გველაპარაკა ამ მიმართულებაზე, თუმცა ყვავილები, მცენარეული საფარი, როგორც ეკოსისტემის ნაწილი ძალიან მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ. თქვენ როგორც ეკოლოგმა და მკვლევარმა რა შეგიძლიათ გითხრათ, რამდენად დამაზარალებელი და შემაწუხებელია ამ მიმართულებით კლიმატის ცვლილება და რა უნდა გაკეთდეს, არ ვიცი, სახელმწიფოს დონეზე, მოქალაქეების დონეზე, კერძო სექტორის დონეზე, იმისთვის, რომ რაღაცნაირად შევარბილოთ ეს უარყოფითი გავლენა და ადაპტირება მოვახდინოთ აი ამ ახალ პირობების მიმართ. გამარჯობა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, კლიმატის ცვლილება ეს არის ერთი დიდი გლობალური პრობლემა, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას. დედამიწის მასშტაბით, ასე ვთქვათ, და მცენარეები ესენი არიან ერთგვარი პირველადი ინდიკატორები კლიმატის ცვლილების, რომლებიც ერთ-ერთი პირველები იღებენ დარტყმას კლიმატის ცვლილების გამო. იმიტომ რომ მცენარეებზე უფრო სწრაფად აისახება ეს იქნება ტემპერატურის ცვლილება, ეს იქნება ნალექების ცვლილება თუ რა. თუმცა, როდესაც კლიმატის ცვლილებაზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის წარმოგვიდგება ხოლმე თვალწინ, რომ კლიმატის ცვლილება ასოცირდება ერთგვარ ტემპერატურის მატებასთან. თუმცა ესე არ არის. კლიმატის ცვლილება არის არა მხოლოდ ტემპერატურის მატება, არამედ ეს არის ნალექების, ზოგადად მთელი ატმოსფერული პროცესების ცვლილება. ატმოსფერული ამ პროცესების ცვლილებას მოყვება ნალექების ცვლილება. ზოგ შემთხვევაში იმატებს, ზოგ შემთხვევაში იკლებს და წარმოიდგინეთ ის მცენარეული საფარი, რომელიც ადაპტირებულია იმაზე, რომ კონკრეტულ ეკოსისტემაში ბინადრობს, მისთვის მოსახერხებელი ნალექების რაოდენობა არის გარკვეული მილიმეტრობით, რაც მოდის სხვადასხვა სეზონში, მისთვის მოსახერხებელი ტემპერატურა არის რაღაც, რაზეც რამდენიმე 1000 წელია ცხოვრობს და გადარჩა, უცებ რაღაცა პერიოდის დეკადის განმავლობაში უცებ იცვლება. კლიმატის ცვლილება არის ეს ბუნებრივი მოვლენა, რომელიც დედამიწა გარკვეულ ციკლში არის, თუმცა ვიცით, რომ ეს კლიმატის ცვლილება, რაც ამჯერად დედამიწა რის პირისპირაც აღმოჩნდა, არის უფრო გაძლიერებული ადამიანური საქმიანობების შედეგად. შესაბამისად, ეს ცვლილება უფრო და უფრო ასწრაფდა და უფრო მეტად უწევთ სხვადასხვა სახეობებს გამკლავება. ზოგიერთი სახეობა უმკლავდება ამას, ესე არ არის, რომ ყველა კი ბატონო, ზოგიერთი სახეობა ვერ ახერხებს. ზოგიერთ შემთხვევაში ცით რა ხდება, ძალიან ხშირად მკვლევარები, როდესაც
როდესაც იკვლევენ ეს განსაკუთრებით ტყის და დელოს შემთხვევას ეხება ეს, მაგალითად გვაქვს მაღალი მთის საფარი, მაღალი მთის ალპური მდელოები, რომლებიც არის რომ გავრცელებულია ვთქვათ 2000 მეტრიდან და ზემოთ. კლიმატის ცვლილების გამო, გამომდინარე იქიდან რომ თბება, ეს ალპური მდელოები უფრო და უფრო მაღლა მიიწევს. კი ბატონო, მაღლა მიიწევს, შესაბამისად მყინვარების რაოდენობაც იკლებს და ასე შემდეგ. ანუ ეს იმდენად კომპლექსური თემაა, რომ როდესაც კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ვერ ვისაუბრებთ მხოლოდ მცენარეებზე, ეს არის მთლიანი ერთიანი ეკოსისტემის პრობლემა. კი, აქ შემოდის ინვაზიური სახეობების პრობლემაც, დაავადებების გავრცელების პრობლემა, იმიტომ რომ მაგალითად გარკვეულ რაიონებში თუ უფრო მეტად დათბება, ეს უფრო ხელსაყრელი გარემო ხდება იმ სახეობებისთვის, რომლებიც აქაურობისთვის მაგალითად არ იყო ბუნებრივი არეალი, შემოდის ინვაზიური სახეობა შეიძლება ის იყოს გარკვეული პარაზიტი, რომელიც ჩვენი სახეობებისთვის არ არის, ანუ ჩვენი სახეობები მასზე ადაპტირებულები არ არიან და არიციან როგორ მოიგერიონ ეს პარაზიტი. ზოგიერთ შემთხვევაში არის რომ შემოდის ისეთი სახეობის მცენარე, რომელიც ჩვენთვის არ არის ბუნებრივი და ეს მცენარე უფრო ადვილად ადაპტირდება, არ აძლევს ჩვენ სახეობებს ამონაყარის და განვითარების საშუალებას და მთლიანად იკავებს გარკვეულ ჰაბიტატებს. კი ბატონო, ეს ხატია, სანამ ვთქვათ ეკოსისტემის სხვა ნაწილებზეც გადავიდოდეთ, აი ფაუნა როგორ მკლავდება ამ პრობლემას და ზოგადად ჰაბიტატი რამდენად სახეცვლილი ხდება და ეს რამდენად დიდი პრობლემაა ქვეყნებისთვის. აი მანამდე მინდა შევეხო დიდ თოვლობას დასავლეთ საქართველოში. თქვენი შეფასებით, აი დიდ თოვლობა, რომელიც სახეზე გქონდა და ლამის ადამიანების სიცოცხლეს დაემუქრა, როგორ გავლენას მოახდეს ადგილობრივ ჰაბიტატებზე, ადგილობრივ მცენარეულ საფარზე, ანუ რა ტიპის გავლენა შეიძლება ვიხილოთ? დიდ თოვლობა ახლა არ არის რაღაც ისეთი განსაკუთრებულად უცხო მოვლენა, ეს რაღაცა ისტორიულადაც რაღაც სხვადასხვა წლებში გქონია, თუმცა როგორც წესი, აი ამ დროს რა ხდება მცენარეულ საფარზე, ნიადაგში, ასევე დიდ თოვლობის შემდეგ იზრდება მეწყერსაშიში მდგომარეობა ხომ ასე, აი ესეც რა ახალი გამოწვევაა ჰაბიტატებისთვის, მცენარეული საფარისთვის, ამაზეც გავამახვილოთ როგორც ეკოლოგმა აგვისწავლეთ. როგორც ეკოლოგმა თქვენც აღნიშნეთ, რომ არ არის დიდ თოვლობა რაღაც ისეთი მოვლენა, რომელიც გარემოსთვის და ველური ბუნებისთვის უცხოა. თუმცა გურიისთვის ერთგვარი როგორც აღნიშნავდნენ კლიმატის სპეციალისტები და ასე ვთქვათ ადგილობრივები 80-იანების მერე არ ახსოვთ ასეთი დიდ თოვლობა. გურიისთვის არ არის ასე ვთქვათ ბუნებრივი ესეთი გარემო. თუმცა იქ არსებული ეკოსისტემებისთვის ეს არ არის ისეთი დამაზიანებელი შედეგი სახეობებისთვის, რომ მათ თავის აღდგენა ან გადარჩენა ვერ შეძლონ. გამომდინარე იქიდან, რომ თან ვართ ახალ ადრეულ გაზაფხულზე, არის ზამთარი მაინც და შესაბამისად ეს არ მოახდენდა იმას, რომ ვთქვათ რაღაც გაყინულიყო რაღაც სახეობები ისე, რომ ვერ აღიდგინონ თავი. აქ ეს პრობლემას ველური ბუნებისთვის ასე ვთქვათ არ წარმოადგენს. ეს პრობლემას უფრო წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, იმიტომ რომ ეს დიდ თოვლობა, რომელიც იყო ძალიან ბევრი, ანუ უზარმაზარი თოვლი იყო მოსული და ყველამ ვნახეთ რაც მოხდა. აი ჩემი მეგობარი გეოლოგი და ჰიდროლოგი ამოწმებდნენ სხვადასხვა რადარებზე, საჯარო რადარებზე, ასე ვთქვათ, მოსული ნალექების რაოდენობას და როდესაც თებერვლისთვის საშუალოდ საქართველოში მოდის 130 მმ ნალექი, გურიაში ბოლო ერთ კვირაში 170 მმ იყო მოსული. ანუ ნალექების რაოდენობა იყო ძალიან მაღალი. ეს ახლა რატომ არის, ამაზე ძალიან ბევრმა სპეციალისტმა უკვე ისაუბრა. ეს თოვლი დაიწყებს ახლა დნობას და უკვე ვხედავთ დღეიდან უკვე ძალიან დათბა და მომდევნო დღეებში უფრო მეტად დათბება. ეს თოვლი რომ დნობას დაიწყებს, მთლიანად გაიჟონება ქვემოთ. მომდევნო დღეებში ყინვაა გამოცხადებული კიდე ერთი კვირის შემდეგ, ეს გაიყინება ისევ ქვემოთ. ანუ
ყურადღება ამის აქცევი ყველაზე მთავარი უსაფრთხოების თვალსაზრისით ადამიანურ დონეზე. აი გარემოს დონეზე. გარემოს დონეზეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ გააქტიურდა მეწყრული პროცესები, ვიცით რომ მეწყრული პროცესების შედეგად შეიძლება იქ ტყიდან მოწყდეს გარკვეული გორაკიდან ან დაქანებიდან მიწა, რაც რა თქმა უნდა ტყის გარკვეულ სახეობებს გაანადგურებს იმ არეალში. ისევე მაგალითად თუ მოხდა მდინარის ხეობების ჩაკეტვა, ჩვენ ნახეთ რა საშინელება მოხდა ხო რაჭაში, როდესაც დაგუბებულმა წამოსულმა, ასე ვთქვათ, ყინვარმა დააგუბა მდინარე და შემდეგ ერთიანად წამოიღო. რა თქმა უნდა, ეს ადგილობრივ გარემოს აზიანებს. კი, დამაზიანებელი იქნება ბუნებისთვისაც და ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა რომ მომდევნო დღეებში განსაკუთრებულად დიდი ყურადღება მიექცეს იქაურობას რომ სადმე რაიმე პროცესი თუ დაიწყო მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოს მთავრობა, იმიტომ რომ ნახეს უკვე მაღალმთიან იმერეთში მოხალისეებმა, როდესაც მდინარე ჩაკეტილი იყო და მართლა სახელმწიფოს დახმარების სასწრაფოდ გაასუფთავეს მდინარის ხეობა და გადააგდეს მდინარის კალაპოტი, რომ არ დაგუბებულიყო. ანუ ესეთი პროცესები ძალიან ბევრი იქნება ახლა. და როგორც აზიანო მოსახლეობისთვის, ისე ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისთვის. და ბოლოს ძალიან მინდა არ დაგვრჩეს უყურადღებოთ მცენარეულ საფარზე და ფლორაზე ველაპარაკეთ და აუცილებლად მინდა კლიმატის გავლენა შევაფასოთ ფაუნისთვისაც და ზოგადად ეკოსისტემისთვის. ჰაბიტატები გვიქრება თვალსა და ხელშუა, რაც ნამდვილად პრობლემაა. სხვა შორის მხოლოდ საქართველოში არა. მთელი რიგი სახეობები რისკის ქვეშ დგას სხვა ქვეყნებშიც. მოდით ვილაპარაკოთ, რამდენად მწვავეა ეს პრობლემა საქართველოში, განსაკუთრებით რომელ ცხოველებს აქვს დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა კლიმატური შეცვლილი პირობებიდან გამომდინარე და აი ჰაბიტატები, ეკოსისტემები რა მდგომარეობაში. აი ცხოველების კონკრეტულად ცხოველებზე ნაკლებად შემიძლია. დიახ. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ეხლა თვალსაჩინოა საქართველოში და უკვე ჩვენს თვალწინ ხდება, ეს არის არიდული ჰაბიტატები საქართველოში, სადაც ყველაზე მწვავედ იგრძნობა კლიმატის ცვლილების გავლენა. ეს არის ძირითადად დედოფლის წყაროს რაიონში, განსაკუთრებით ჭაჭუნას მიდამოებში. და რატომ? ერთია რომ ისედაც ცხელია ეს მიდამოები, ისტორიულად ცხელი ადგილებია, კლიმატის ცვლილების პროგნოზების მიხედვითაც ყველაზე მეტად დედოფლის წყაროს რაიონში დათბება 1 გრადუსი და მეტიც და ყველაზე მეტად იქ ვიგრძნობთ, ასე ვთქვათ, ტემპერატურის მატებას. და ეს უკვე იგრძნობა და განსაკუთრებით მაღალია იმიტომ კიდეც რომ ჭაჭუნასა და დედოფლის წყაროს რაიონში ზოგადად ძალიან მაღალია ძოვების ეფექტი. იქ არიან მეცხვარეები, რომლებიც უკვე არაერთი ისტორიულად მთიდან ჩამოყავთ ცხვარი, ჭაჭუნასა და ვაშლოვანის მიდამოებში აძოვებენ. ეს უსისტემო და უკონტროლო ანადგურებს ფაქტობრივად ბიომრავალფეროვნებას. უსისტემო ძოვება ერთია, რომ ეს არ ხდება რაღაცა არ არის გაკონტროლებული. ადრე საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა იქ დამატებით, ასე ვთქვათ, მდელოებზე შეთესვა და ხდებოდა მათთვის წინასწარ მდელოების მომზადება. სამწუხაროდ ეხლა ესე აღარ ხდება, არც იყო ის სწორი ემთლად, იმიტომ რომ ის იყო უბრალოდ გარკვეული ქაოსურად. და როდესაც ეხლა ეს ძოვება არის უკონტროლო, პლუს ამას დაემატა ტემპერატურის მატება, მდელოები ვეღარ ასწრებს თავის აღდგენას და უკვე თვალნათლივ ხედავთ როგორ დეგრადირდება იქაური საძოვრები და როგორ უჭირთ უკვე ადგილობრივ მეცხვარეებსაც თავიანთი ცხრის გამოკვება და ძალიან ხშირად უკვე უწევთ დამატებითი საკვების ყიდვა, როდესაც აქამდე არ ჭირდებოდა და ძალიან ეკონომიკურად არამომგებიანი ხდება ეს საქმიანობა მათთვის. ამიტომ პირველ რიგში, როგორც აღნიშნე, გრძნობთ უკვე და აღმოსავლეთ საქართველოში კლიმატის ცვლილების ძალიან მწარე გავლენებს, თუმცა დასავლეთ საქართველოში ვგრძნობთ უკვე სხვანაირად მომატებული ნალექების და გააქტიურებული მდინარების მოვარდნის სახით. ეს აღარ გაჩერდება. ყოველ წელს ერთგვარი ხუმრობა არის სპეციალისტებში, რომ ეს ბოლო ზაფხულია ყველაზე გრილი. ამის მერე ყოველი ზაფხული უფრო და უფრო ცხელი იქნება.
ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ უნდა ვადაპტირდებთ ამ ცხოვრებაზე, ასეთ გამოწვევებზე და ყველა ინდივიდუალურადაც და სახელმწიფოებრივ დონეზედაც უნდა მოემზადოს გამოწვევებისთვის. ძალიან მოკლედ ისიც გითხარით, თქვენ როგორც სპეციალისტი, ეკოლოგი, რამდენად ხედავთ მზაობას ამ პრობლემის აღიარებისა, როგორც სახელისუფლებო, ისე კერძო პირების დონეზე, ანუ ფიზიკური პირები თუ ხდებიან. აი მე მაგალითად როგორც ჟურნალისტი შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ვმუშაობ ამ თემებზე, ძალიან ბევრ წინააღმდეგობას და ნიჰილიზმსაც ვაწყდები ხოლმე, ხშირად მოიცა რა დროს კლიმატის ცვლილება, აი რაღაცა ამგვარი დამოკიდებულება. ამ ასეთი ადამიანების ცნობიერების გაზრდა ვისი პრეროგატივაა? მოკლედ, რამდენად ვართ მზად ქვეყანაში, როგორც ფიზიკური პირების, მოქალაქეების დონეზე, სამოქალაქო დონეზე, ისე სახელმწიფო დონეზე, რომ ეს პრობლემა გავაცნობიეროთ და დავიწყოთ შებრძოლება. შებრძოლება იმისთვის, რომ თუნდაც მზად ვიყოთ რეაგირებისთვის და რა აღონისტებები უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ ვადაპტირდეთ, როგორც თქვენ თქვით. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ კლიმატის ცვლილება შეიძლება 10-5 წლის წინ უფრო ნაკლებად იცოდნენ, მაგრამ ეხლა ყველა მეც გეთანხმებით. ეხლა უკვე ყველა მიცის, რომ რაღაცა ხდება, იმიტომ რომ ყველამ ასე თუ ისე უკვე იგრძნო ეს. რაც შეეხება გაცნობიერებას და აღიარებას, ჩვენაირ გაჭირვებული ქვეყნების შემთხვევაში ძალიან რთულია ხოლმე. როდესაც მოსახლეობის წინაშე მთავარი გამოწვევა არის, რომ ფინანსურად ძალიან გვიჭირს ან თავის რჩენა, იმაზე ხო, იმაზე, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა იმაზე ფიქრობს, რომ დღიდან დღემდე გადარჩეს, სამწუხაროდ ძალიან რთულია იფიქრო იმაზე, როგორ ვიცხოვრო უფრო სწორად, ასე ვთქვათ, კლიმატგონივრულად, ხო, ზუსტად, რომ ამაში დავეხმარო როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩემს საკუთარ თავს. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე წელიწადში ალბათ ყველანი გავაცნობიერებთ, რომ ამაზე მეტად სადარდებელი სხვა არაფერი არ აქვს, იმიტომ რომ რაღაცა მომენტში გაგვიჭირდება უკვე საკუთარი საკვების მოყვანა. ძალიან რთული იქნება წყლის შოვნა თუნდაც და ასე შემდეგ. ძალიან მალე დავდგებით წყლის ნაკლებობის წინაშე, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ იყო ძალიან კარგი კვლევა გამოქვეყნებული და უკვე მიმდინარეობს ძალიან კარგი კვლევა კავკასიის მყინვარების დნობასთან დაკავშირებით და ჩვენი მდინარეები უმეტესად კავკასიონის მთებიდან მარაგდება. შესაბამისად, ჩვენი მყინვარები თუ გაქრება, მდინარეებიც გაგვიქრება. ამიტომ და ის მითი, რომ საქართველოში წყალი იმდენია რომ ამაზე არ უნდა ვიდადოთ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიწყოს. ის მითი, რომ საქართველოში ბევრისგან მსმენია, განსაკუთრებით რეგიონის ხალხი ძალიან აქტიურად მელაპარაკება ხოლმე ამაზე, როცა ვლაპარაკობ, რომ არაფერი ამოუწურავი და მათ შორის წყალი არ არის, ну, ეს მითი უნდა დაიწყოს როგორმე. ეს მითი, რომ საქართველოში გვაქვს 26,000 წყალუხვი მდინარე არის მითი და რა ვიცი, ჰიდროლოგები უკეთი ლაპარაკებენ მაგაზე. კი, გამოსავალი ერთადერთი არის ის, რომ უნდა ვადაპტირდეთ როგორც სახელმწიფო დონეზე, ისე ინდივიდუალურ დონეზე. ინდივიდუალურად ადამიანმა უნდა იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა იმის წინაშე, ეხლა სადაც ვარსებობთ და როგორც ვარსებობთ. ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას გულისხმობ იმას, რომ უნდა ვისწავლოთ ძველად სოფლებში იყო ეს ცოდნა და რატომღაც ახლა რაც უფრო ქალაქის ცხოვრებაზე გადმოვეწყეთ და ყველანი ქალაქში წამოვედით უმეტესად საცხოვრებლად და განსაკუთრებით ახალგაზრდები, ეს ცოდნა ნელ-ნელა დაგვეკარგა. რესურსების ზოგვას გულისხმობ. რესურსების ზოგვას და შეგროვებას, წვიმის წყლის შეგროვება. ეს ვიცოდეთ, მაგალითად ბიოაგრომეურნეობის სწორად წარმოება, არა პესტიციდებზე ორიენტირებული, არამედ ის, რომ მეგობარი მცენარეების ერთად დარგვა. გულისხმობ არა მარტო აგროსახეობის მცენარეებს, არამედ ველური სახეობის მცენარეებს. მაგალითად, ვიცით, რომ სალბი არის ველური, მაგრამ ასევე ძალიან კარგია თუ აგრობიომეურნეობაში ჩართვა. ანუ მსგავსი სახის ცოდნები, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ ჩვენმა თაობამ ვკარგავთ, ეს უნდა აღვიდგინოთ და უფრო მეტად ვკონცენტრირდეთ და ორიენტირდეთ ამაზე, როგორც ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და მეთანხმები ეს ყველა მარიცის, უნდა ცოდნა და ეს ცოდნა კიდე ვიღაცამ უნდა მისცეს, ხომ ასეა? აი აქ შემოდის უკვე სახელმწიფო პასუხისმგებლობა. როგორ გავზარდოთ კლიმატგონივრული მოქალაქე? აქ უკვე მთავარი არის ის, რომ
ამის ნება უნდა გქონდეს სახელმწიფოს. სახელმწიფო გარდა იმისა, რომ თქვათ თავისი რესურსების ფარგლებში თავისი უნდა ადაპტირდეს, მაგალითად თვითონ რასაც აწარმოებს ან თვითონ როგორც მუშაობს, მისი ინტერესის სფეროშიც უნდა იყოს ის, რომ მაქსიმალურად თავისი მოსახლეობა გაზარდოს. უნდა იყოს უფრო ფართო მასშტაბიანი სახელმწიფოებრივ დონეზე, რომ ეს ყველგან უნდა ილაპარაკოს სახელმწიფომ თავის სტრუქტურებში, თავის სხვადასხვა პროექტებში და ასე შემდეგ. როდესაც სახელმწიფო ამას მაქსიმალურად თავის, ასე ვთქვათ, ნებას გამოხატავს მუნიციპალიტეტების დონეზე, მე მგონია, რომ უფრო და უფრო გაცნობიერება მოვა ადგილობრივ მოსახლეობამდეც. იმედია სახელმწიფოც გააქტიურდება ამ მხრივ და იმედია მოქალაქეც უფრო მეტი მიმღებლობით მიუდგება ამ საქმეს, რომ ინფორმაცია მეტი მიიღოს, ინტერესს გამოიჩეს, რომ გავხდეთ ყველანი კლიმატგონივრულები იმისთვის, რომ გადარჩეს ეკოსისტემები, გადარჩეს ზოგადად გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. გარდა იმისა, რომ მარტი ქალთა თვეა, როგორც უკვე გითხარით, სუფთა აგრონომიული თვალსაზრისითაც ეს თვე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდია. ამ დროს ბუნება გაღვიძებას იწყებს და საუკეთესო დრო დგება მცენარეების გასხლის, დარგვის, გამრავლების. ესეც ბუნებრივია. ამ პერიოდისთვის ზრდის ინტერესს ნერგებზე. ამიტომ მებაღეები ცდილობენ მარტს როგორც წესი მომზადებული და მდიდარი მარაგებით შეხვდნენ. თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი გვეუბნება, მოთხოვნას ადგილობრივი წარმოება ჯერ ვერ უმკლავდება და მიწოდებაში დანაკლის იმპორტი ავსებს. ყოველთვის არის მოთხოვნა, ყოველ წელს იზრდება მოთხოვნა მარტში, რადგან აი დიდი ზამთრის შემდეგ ყველას უკვე უყვარს აი სიფერადე ყვავილები და ესე ვთქვათ ეს ტრადიციაც კი იქცა უკვე 3 მარტს და 8 მარტს და უფრო მეტი მოთხოვნა ყოველ წელს თითქმის თუნდაც აი ასე ვთქვათ ფირისულაზეც ძალიან დიდი მოთხოვნა, როდესაც მოყვავილე მცენარეებს ჩუქნიან თუნდაც შვილები დედებს, ასევე ქალბატონებს და ყოველ წელს არის ანუ შედარებით მაღლა და მაღლა ადის მოთხოვნა, ასე ვთქვათ. და ასევე მარტო ქალებზე არა, ქალებზე ეს 3 მარტი 8 მარტია განსაკუთრებით, თორე მამაკაცებსაც ყვავილები უყვარს, ერთი სული აქვს თითქმის, როდის გავლიან ბაღში, დაიწყება ბაღის სამუშაოები და ასე ვთქვათ, გამწვანებაზე ზრუნავენ უმეტესი ნაწილი. ანუ დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, სეზონს და გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით იზრდება მოთხოვნაც, რადგან უკვე იწყება გარე სამუშაოებიც იწყება და ასევე ხალხი მონატრებულია ყვავილებს, იმიტომ რომ ზამთარში ემის ფუფუნება არ გვაქვს. ბევრი სათბურებია და არის კიდევ ახალი იხსნება და ბევრი მეც ახლა მაგალითად მაქვს ჯეჯობთ 2 სათბური და კიდევ ვაპირებ, რა თქმა უნდა, უფრო მეტის აშენებას და გაგრძელებას და ძალიან ბევრ რაღაცას, მაგრამ იმხელა მოთხოვნა ზოგადად საქართველოში, რომ დღესდღეობით ვფიქრობ, რომ რო არ იყოს იმპორტი, ვერ აუვარ, ასე ვთქვათ, საქართველოს ვერც მებაღე და ვერც სათბურები, რადგან ძალიან ბევრი მცენარე შემოდის, ვიცი, თუნდაც მოჭრილი მცენარეების უმეტესი ნაწილი შემოტანილია. ყვავილებზე ფასი ყოველ წელს იზრდება. გამონაკლისი არც წლევანდელი მარტი ყოფილა. რაც შეეხება მოთხოვნას, როგორც მოგზაური მებაღე ჭიათურიდან ვანო ვაჭრიძე გვეუბნება, დედის დღისთვის ყველაზე უფრო მოთხოვნადია ყოჩივარდა და ფურუსულა, თუ მთლიანი წლის გაყიდვებს შევაჯამებთ, ყველაზე მოთხოვნად ყვავილად მაინც ვარდი რჩება. მოთხოვნადია ქოთნის ყვავილებიც და ფიკუსი ამ მხრივ გაყიდვების ლიდერია. დაახლოებით 5 წელია რაც ამ ბიზნესში ვარ და თითქმის ყოველ წელს იზრდება ფასი. ან რადგან მოთხოვნასთან დაკავშირებითაც არის ეს, ანუ რაც მეტი მოთხოვნა, ფასიც რა თქმა უნდა მეტია და ასე ვთქვათ, ვისაც ახლა სათბურები აქვს, თუნდაც მეტი ხარჯიც გვაქვს უკვე და მაგის მიხედვით არის ფასიც ზრდაც. ანუ მინიმალურად ძალიან დიდი ზრდა არა, მაგრამ მინიმალური ზრდა იგრძნობა აშკარად. ყვავილი, რა თქმა უნდა, მეტად მოთხოვნადია, ცოცხალ ყვავილში იგულისხმება, თუნდაც აი ქოთნის ყვავილები, ოთახის ყვავილები, მოყვავილეს, მარანწვაენ ზეზოს ყვავილებიც, რომ ის უკვე ანუ ერთჯერადად აღარ ითვლება, ხვდებით? ანუ ნახეთ, რა თქმა უნდა, ცოცხალი ყვავილი ბევრად ურჩევნიათ, რომ უხედონ თუნდაც აი ქოთნის ყვავილები ან ნიადაგთან ერთად ყვავილები, ასე ვარდი, ოღონდ მოჭრილი ვარდი არა, უფრო მეტად გახარებული ვარდი, ვისაც ჩუქნენ, იმისთვის უფრო კარგია, რადგან ეს არ არის ერთჯერადი საჩუქარი, ხვდებით? ეს უკვე გადაერგვება, გამრავლდება და რაღაც სიმბოლურია და ესე რჩება რაღაც ამახსოვროდ. თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ მოჭრილი ყვავილებიც არ გადის, ეგეც კარგად გადის ამ დღეებში უფრო და საჩუქრად, თუნდაც ქალბატონებისთვის, გოგონებისთვის მისაღებია ბევრად. მაგრამ მე ჩემი რჩევა ასე ვთქვათ, იქნება კი, რა თქმა უნდა, მცენარეს მეტი სიცოცხლე მივცეთ, მეტი გამრავლება და ამიტომ მეც ვურჩევ, რომ ბევრად უკეთესიც კი არის, რომ ცოცხალი ყვავილი მიწიანად, ქოთნიანად აჩუქონ თავის დედიკოებს, ქალბატონებს
ანუ ისაც ჩუქნენ, იმიტომ რომ ეს უკვე სამუდამოდ არის ასე თქვა და დარჩენილი და სულ იქნება და ამას ეს ყველაზე მოთხოვნადი რომელი ყვავილებია შეგიძლია მითხრა? სეზონსაც გააჩნია, მაგრამ ანუ ამ ეტაპზე კი იცით, კი გითხარით, მაგრამ ყველაზე მოთხოვნადი მაინც ვარდი რჩება. იმიტომ რომ ვარდს აქვს, რავი, ათასობით სახეობის ვარდი, აი ძალიან ბევრია. ფერების მიხედვით, სახეობაზე აი ბევრნაირი და კოლექციონერობასაც კი მისდევენ ჩვენთან. რადგან უკვე აქვთ უკვე 5, 10, 15 უკვე ეძებენ რომ მოდი სხვაც ვნახოთ და მაგის მიხედვით არის, ანუ უფრო მეტად და უფრო მეტად ეს რა თქმა უნდა ღია გუნდის სცენარებია, ასე ვთქვათ, მოთხოვნადი. არის კიდევ ისეთი სცენარები, რომლებიც ახლა მაგალითად სასარგებლოა, თუნდაც ლავანდა, როზმარინი, რომელიც ჭირდება სულ და ჩემთვის ეგეც მოთხოვნადია ჩემთანაც და ახლა ვინც ახლა კოლექციონერებია, თქვა სუკულენტები, აი მინიატურული სცენარები როა, მაგასაც კარგად ითხოვენ, ახლა გააჩნია. მაგრამ ასე ვთქვათ, ჩემთვის პირადად რჩება ვარდი ისევ. ქონის ყვავილებიც არის მოთხოვნა და უფრო მეტად ქონის ყვავილებიდან ფიკუსები, ახაც შემიძლია გაჩვენოთ ახლა ფიკუსები, რომლებსაც აი ეს არის ჭრელი ფიკუსი, რომელსაც აი სულ არის მოთხოვნა, რადგან ძალიან ასე ვთქვათ, სასარგებლო სცენარია ოთახში, აუცილებელიც კი არა, არის სცენარების ათეული, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ოთახში, რადგან ჰაერს ფიტრავენ და გამოყოფენ ჟანგბადს, ასე ვთქვათ. და მაგიტომაც არა, უფრო ინტერიერისთვისაც ძალიან ლამაზია და დეკორაციისთვისაც ბევრი იყენებს თქვათ. მებაღე გვეუბნება, რომ ყვავილების ბიზნესი მომგებიანია, თუმცა საქმეს კომერციულ ხედვასთან ერთად ცოდნა და განსაკუთრებული სიყვარული სჭირდება. განსაკუთრებულად რთული ყვავილების ბიზნესის აწყობა რეგიონებშია, რადგან სოფლად ყვავილების ნერგების სამეზობლოში უსასყიდლოდ გაცემის დიდი ხნის ტრადიცია არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რაც კომერციალიზაციას რა თქმა უნდა აფერხებს. პანდემიის შემდეგ ყვავილების ბიზნესი ბევრად შემოსავლიანი გახდა, გვეუბნება ვანო ვაჭრიძე. ეხა უფრო იმდენად მოთხოვნადიც არის და მაგის მიხედვით არის, თორე ადრე იმდენად არის, რომ დავიწყე იმდენად მოთხოვნადი არც იყო, ვერც როგორ ვთქვა ეხა ნახე, რეგიონში ვარ მე ზოგადად საჩხერეში და აქ სიმართლე გითხრათ, მოთხოვნაც ძალიან ნაკლებად იყო, რადგან ყვავილებს ერთმანეთს ეჩუქნია, რომ თანხის გადახდა ცოტა ასე ვთქვათ, ეუხერხულებოდა ყვავილის თანხა როგორ უნდა მიცე თუ ეგ ის იყო და ვთქვათ, აი როგორ თქვა ეგ და ხო რა ასე ვთქვათ რა და ეხა უკვე ისეთი მოთხოვნა მცენარეებზე უკვე რა თქმა უნდა ცოცხალ მცენარეებზე, გინდა შიდა სივრცის ინტერიერის მცენარეებზე და ასევე გარეთ ყველა ცდილობს რომ ეზოც ქონდეს მოწესრიგებული და ანუ პანდემიის მერე შემიძლია ვთქვა რომ ძალიან მოთხოვნა არის მცენარეებზე გაზრდილია ძალიან ეზო მცენარეები ყველა ცდილობს ეზოები მოიწესრიგონ, გააკეთონ, გაამწვანონ და ეს თავისთავად კარგიც არის მათვისაც და ასევე იმ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ვინც ამ ბიზნესს მისდევს. და რა თქმა უნდა, შემოსავლიანია, მომგებიანია ეს საქმე. არის კი, რა თქმა უნდა არის, მაგრამ მე კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ მე მხოლოდ ამ კუთხით არ დამიწყია, თქვა ეს ბიზნესი, უბრალოდ ეს ძალიან მიყვარს და ჩემშია ზოგადად ეს სცენარების სიყვარული და ამიტომაც მომხმარებელსაც ვცდილობ, რომ სცენარი შევაყვარო და არა ის მისი გამოყენება ცადონ. ანუ თქვათ, აი სცენარი რო იყოს დეკორაციისთვის, იყოს პროსტა უბრალოდ უნდა იყოს ესე, ანუ მე არ ვთვლი ის ზრუნვაც უნდა თავისთავად და ზრუნვასაც ვცდილობ, რომ შევაყვარო ხალხს. მეც ასე ვთქვათ, არის კი შემოსავლიანი, თუ ამას მიუდგები, როგორ იკითხეთ, იცი, თუ შენ ეს საქმე გიყვარს, თორე აი მე ამით ფული ვიშოვო, მასე მე ვურჩევ თუნდაც დამწყე მებაღეებს, რომ ესე არ გადადგან ეს ნაბიჯი, რომ მოდი ამით მე ბევრ ფულს ვიშოვი. ბიზნეს სეზონურობა ახასიათებს. ყვავილების ამ სახის ბიზნეს სეზონურობა ახასიათებს. ყვავილების სარეალიზაციოდ აქტიური პერიოდია გაზაფხული და შემოდგომა. ზამთარში კი მებაღეების ძირითადი სამუშაო სათბურებში გახლავთ, რომ მცენარეები გაამრავლოთ. მეტად გაზრდილია მოთხოვნა გაზაფხულზე ამ ეტაპზე, მარტი-აპრილისკენ, რადგან მცენარეების დარგვის სეზონი იწყება და ყველა იღვიძებს ბუნება და ყველა ასე ვთქვათ, ამ საქმეშია და დაინტერესებულია და ყველაზე მეტი ასე რა თქმა უნდა გაზაფხულზე და ასევე შემოდგომას არის. ზამთარში უბრალოდ მე ვცდილობ დავისვენო მცენარეები სათბურში უკვე მოვათავსო და გაყიდვას ნაკლებად ვცდილობ, უფრო გადამრავლებას ვაკეთებ. მაგრამ მე ვთვლი რომ ყველა სეზონი ჩემთვის რავი, ასე ვთქვათ, მომგებიანიც არის. მოგზაური მებაღე გვეუბნება, რომ მებაღეობა და ფლორისტობა ბოლო პერიოდში სულ უფრო მოდური გახდა და ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა ამ პროფესიით. სულ უფრო მეტი ადამიანი ითხოვს ბოლო პერიოდში დახმარებას, რომ ბაღებსა და ეზოებში ყვავილების მოვლაში პროფესიონალი ჩაერთოს, დაეხმაროს და სერვისზე გაზრდილი მოთხოვნას კი ცდილობენ გაზრდილი მიწოდებითაც უპასუხონ. როგორც ვანო ვაჭრიძე გვეუბნება, თეორიულ და პრაქტიკულ უნარებთან ერთად ამ პროფესიაში ბევრი რამე მუშაობაში, ანუ პრაქტიკაში ისწავლება.
ანუ კი რა თქმა უნდა, ნახეთ, გაზრდილიც არის იმის შედარებით მეტი კონკურენციაც არის, რადგან ძალიან ბევრი ცდილობს უკვე ამ სფეროში განვითარებას. გაზრდილიც არის პროფესია მებაღეს და ასე ვთქვათ, პროფესია ფლორისტიც, რადგან მეტი მოთხოვნაა უკვე მებაღეებზე. ყველა ვერ ახერხებს თავის ბაღის მოვლას, ვინც არ იცის თუნდაც აი რას როგორი მოვლა ჭირდება, როგორ უნდა გადასხლა, როგორი ჭირდება, თუნდაც ეზოს მარანწვანე მცენარეებს ფორმირება ჭირდება. ამისთვის, რა თქმა უნდა, მებაღეობა, ეს მებაღეობის თუნდაც აი რა კურსიც არის გავლილი და რაც აქვს დამთავრებული, თქვათ, კარგ მებაღეს, ეს აუცილებლად ჭირდება, რადგან დამწყებებისთვის ცოტა რთულიც არის ეგ. იმიტომ რომ მცენარეს თავისი სეზონი აქვს, როდესაც მას სხვა ჭირდება თუნდაც და ასე ვთქვათ ფორმირება და რა თქმა უნდა და გაზრდილიც არის, იმიტომ რომ რადგან ბევრი მოთხოვნაა, შედარებით მეტიც არის მებაღეობაზე მოთხოვნილებას და ფლორისტებსაც შეეხებათ. ეხლა ფლორისტები უფრო მე ვთვლი, როგორც იცი, აი ოთახის და შიდა სივრცის ინტერიერის მარანწვანე მცენარეებს, ვინც სულის თუნდაც, ვინც ამრავლებს მაგას, ძალიან ბევრი რამე, რაც თუნდაც მეც ყოველ დღეს ვსწავლობ, იმიტომ რომ ესე მარტივი არ არის, მე არ მეგულება, თქვა, შემიძლია თქვა, ადამიანი, ვინც ნებისმიერ მცენარეზე იცოდეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ყოველთვის ყველა მცენარე ინდივიდუალურია და ანუ ყოველთვის არის შანსი განვითარების და მეტი წინსვლის და მე კიდევ ვთვლი რომ ვარ დამწყები მებაღე, დამწყები ფლორისტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მცენარესთან არ მქონია კიდევ შეხება და ბევრი არის ისეთი რაც აი მიყვეს რომ ხედავ, იმიტომ რომ ყოველ წლიურად იმატებს მცენარეებზე ზრდაც და ასე ვთქვათ ახალი ჯიშები გამოდის და იმას თავისებური მოვლა ჭირდება და მით უმეტეს ეხა თქვათ რო არის სცენარი გამოყვანილი თუნდაც ჰოლანდიაში, საქართველოში მას უკვე სხვანაირი მოვლა ჭირდება და ეს უკვე მარტო ასე ვთქვათ ისეთი ცოდნა არ არის საკმარისი აქ, ანუ შენ პირადი გამოცდილებაც. მე ბევრი რაღაცა მაქვს ჩემი პირადი გამოცდილებით ნასწავლი, პირადი გამოცდილებით უფრო მეც დააგროვებ ადამიანი, ვიდრე ვთქვათ, აი ბევრი ნახულობს, ვთქვათ, Google-ში ვნახავ ამ მცენარის შესახებ, იქ ვნახავ, აი ეს არასდროს არ დამხმარებია მე აი მცენარის ინფორმაციის გაგება, რადგან შენთვის უკვე როდესაც შეეხები მცენარეს, იქ უკვე სხვა ის იწყება, სხვა ეტაპი და სხვანაირად ისწავლობს მცენარეს, ხო ხდებით? ამით აგროსიახლეები დასრულებულია. ყველაფერზე რაც ეხება აგროს და ეხება გარემოსაც, გიყვებით ჩვენ და არავინ ჩვენსავით ამომწურავად. რეგულარულად გთავაზობთ მასალებს სტატიების, აუდიოს და ვიდეოს სახით ჩვენს Facebook გვერდზე აგროსიახლეები, ასე რომ მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელი, მოგძებნეთ და გახდეთ ჩვენი მიმდევრები Instagram-ზეც და აუცილებლად გამოგვიწერეთ YouTube-ზეც. ასევე შეგიძლიათ შემოგთავაზოთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალური თემებიც, მოკლედ ძალიან აქტიურები ვართ ონლაინ და ინტერაქციულები თქვენთან, აუდიტორიასთან. ჩვენი გადაცემის ნახვა კი შეგიძლიათ როგორც აგროგარემოტივისა და მაუწყობელთა ალიანსის წევრი რეგიონული მაუწყებლების ეთერებით, აგრეთვე ვებგვერდზე agrogarimuji. ერთი კვირით გამშვიდობებით.